Deputatების გამონათქვამები და ფაქტები, რომელიც ზოგჯერ სიმართლეს არ შეესაბამება, კანონმდებლებს საკუთარი სიმართლის დასადგენად ახლა უფრო მეტი ყურადღება და არგუმენტაცია დასჭირდებათ. დღეიდან ინტერნეტ სივრცეში ახალი გვერდი ამოქმედდა, რომელიც კანონმდებლების გამონათქვამებს გაანალიზებს და მოსახლეობას სიმართლეს ეტყვის. იცრუა თუ არა დეპუტატმა ამა თუ იმ ფაქტზე საუბრისას. საიტის ინიციატორი საქართველოს რეფორმების ასოციაციაა. რატყუილში ამხილა ამ დროისთვის ახალმა ინტერნეტ გვერდმა დეპუტატები და რას ფიქრობენ ადრესატები. ლევან ფოჩხუა მოგიყვებათ. საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების მონიტორინგი საზოგადოებას დღეიდან ამ საიტის დახმარებით შეუძლია. დეპუტატების მხრიდან წარმოთქმული ფრაზები თავს უკვე აქ მოიყრის. ინტერნეტ მომხმარებელს კანონმდებლების მიერ ნათქვამ ფაქტებს ვებგვერდის ანალიტიკოსები მოამზადებენ და მომხმარებლებს ნათქვამის რეალურ სურათს შესთავაზებენ. ვანო მერაბიშვილის საქმეს, როდესაც მისი ადვოკატი ბატონი გიორგი ჩივიაშვილის წინააღმდეგ მისი ადვოკატად დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში აღიზრდა სისხლის საქმეს. ეს განცხადება ჩიურა თაქთაქიშვილმა 14 ივნის საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა, თუმცა საიტის გვერდზე დატანილი გრაფიკული გამოსახულება იმას მოწმობს, რომ ფაქტის ანალიზმა თაქთაქიშვილის სიტყვების სისწორე ეჭქვეშ დააყენა. მეტი სიცხადისთვის ვებგვერდის ანალიტიკოსებმა იქვე განმარტებაც გააკეთეს. Ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. თუმცა მისი ადვოკატად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელიც მის მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი. საიტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებიც მოხვდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ 26 ივნის უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას ახსენა, რომ ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა უცხოელებზე მიწების მიყიდვის 12 წლიანი შეზღუდვა დააწესეს. თუმცა ამ ინტერნეტ გვერდზე ვკითხულობთ, რომ უმრავლესობის წევრის ეს განცხადება მეტწილად მცდარია. საქართველოში ამ კანონპროექტის მიხედვით სახეზეა მიწის გასხვისების სრული აკრძალვა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ადგილი აქვს მიწის საკუთრებაზე შეზღუდვას და არასრულ აკრძალვას. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენ ვასკვნით, რომ გიგლა აგულაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი. სიცრუეში მხილების გარდა ინტერნეტ გვერდი დეპუტატების იმ გამონათქვამებსაც აქვეყნებს, რომელიც სიმართლე შეესაბამება, ნახევრად მცდარია ან სანახევროდ სიმართლე. მოსახლეობის დამხმარე ინტერნეტ გვერდის პრეზენტაცია დღეს პარლამენტში გაიმართა. ზოგიერთი დეპუტატების მხრიდან შენიშვნები გამოითქვა. დღეს შემთხვევით Facebook-ზე ვნახე ინფორმაცია, რომ როდესაც მე ვლაპარაკობდი უცხოელებთან კანონპროექტზე მიწის გასხვისებისთან მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მოყოლებული მაგალითად პოლონეთში 12 წლით დაწესდა ეს შეზღუდვა უკვე ევროკავშირში შესვლის შემდეგ. ასევე იყო 7 წლიანი პერიოდები სხვა ქვეყნებისთვის, მაგალითად ჩეხეთისთვის და ასე შემდეგ. მათ მიიჩნიეს მორატორიუმი აკრძალვათ, რაც თავისთავად არის ნონსენსი. ამ პროექტში შეცდომა გამორიცხული არ არის, თუ რომელიმე კვლევაში არის გარკვეული შეცდომა, რაც მერე აისახება საბოლოო შეფასებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოგვაწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დეპუტატები, ამის გასწორება ძალიან მარტივად შეგვიძლია. საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც თანხმდება, რომ საიტი სასარგებლოა და ის უნდა არსებობდეს. ცოტა არ იყოს ბუნდოვანება დარჩა, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ესე იგი კარგია და პროცესში ვერცაც უფრო ნათელი გახდება თქვენთვისაც, მაგრამ იმისთვის, რომ სანდოობა გაიზარდოს ამ პროექტის, ალბათ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ზოგადად საზოგადოება უკეთ რომ იყოს გარკვეული მეთოდოლოგიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა, ამ მიმართულებით ზოგადად ანგარიშვალდებულება პოლიტიკოსების საზოგადოების მიერ, ეს მთავარი ბერკეტი და ფუნდამენტი დემოკრატიული საზოგადოების, მათ შორის საპარლამენტო ცხოვრების და ვნახოთ როგორ განახორციელებს თავის საქმიანობას. ამის მიუხედავად ძირითადი შენიშვნები იმ კრიტერიუმებს ეხება, რა ნიშნით უნდა შეირჩეს დეპუტატის განცხადება, რომელიც საიტზე განთავსდება. რომელ განცხადებას და რომელ ფაქტს მიიჩნევენ ისინი შესწავლის ობიექტად, რა კრიტერიუმით არჩევენ, თუ უამრავი ამბებს ლაპარაკობენ პარლამენტში, ხო? აქედან ამ უამრავი ნათქვამი და რომელ ფაქტს იღებენ და ატარებენ მას ფილტრს და მეორე, როცა ამბობენ ეს ფაქტი სწორია თუ არასწორი, რომელი მტკიცებულები დაადასტურებენ ამას. რამოდენიმე მეთოდია უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ ამ პოლიტიკოსებთან საუბარი ინტერვიუს გზით, ასევე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, გააჩნია ბუნებრივია თემას. ასევე ღია წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება და ასე შემდეგ. მსგავსი ინტერნეტ გვერდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს. საიტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო საიტზე საპრეზიდენტო კანდიდატების გამონათქვამებს განათავსებენ. ამის შემდეგ კი უფრო მეტი ყურადღებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოусმენენ. საქართველოში 212 პარტია რეგისტრირებული